საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს ახალი ხელმძღვანელი ყავს ცოტა ხნის წინ ამ თანამდებობაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა რეჟისორი ნანა ჯანელიძე წარადგინა. კინოცენტრის ხელმძღვანელი გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე დაინიშნა. კონკურსში სულ 15 პიროვნება მონაწილეობდა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა საკონსულტაციო საბჭომ, რომლის წევრებიც არიან ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი და ოთარ ლითანიშვილი. ხუთი სავარაუდო კანდიდატი რამდენიმე დღის წინ აარჩია. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კი მინისტრმა ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნანა ჯანელიძე ოფიციალურად წარადგინა. დაადგინა საბჭომ, რომ თითქმის ერთმანეთს ვერ უთქვი, მაგრამ ქალბატონი ნანა ჯანელიძის კანდიდატურა წარმოჩენილი კანდიდატურათა შორის იყო საუკეთესო. ნანა ჯანელიძე გახდა ის პიროვნება, რომელიც მოახდენს კონსოლიდაციას სრულად ქართული კინოს სამყაროში. და მე მიმაჩნია, რომ ეს იქნება ყველაზე დიდი წარმატება. ერთადერთი პრობლემა, რასაც გააჩნია ქართულ კინოს, ნამდვილად ერთადერთი, ეს არის მცირე დაფინანსება, რომ უზარმაზარი რესურსი გვაქვს, რეჟისორების თუ სცენარისტების და ყველა უნდა ამუშავოთ. და ჩვენ უნდა ვეძებოთ ახლა ალტერნატიული გზები, რომ მოვიძიოთ რაღაცა ფინანსები და ყველა ჩავაგდოთ სამუშაოში.